ვარ ლიზი ქამაშიძე 8 წლის. ვსწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის კითხვა, ხატვა, სიმღერა და ცეკვა. აქედან ყველაზე მეტად მეყვარს ხატვა. 3 წლიდან დავიწყე ძერწვა და ნელ-ნელა ვისწავლე ხატვა. ყველაზე ხშირად ხატავ სახლს, ბალახს და ხეს. ჩემი საყვარელი ფერი არის კაშკაშა მწვანე და რომელიც არ მეყვარს ეს არის წითელი. ყველაზე რთულია ცხვირის დახატვა. ყველაზე ადვილია სახის დახატვა. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 20 კარგი ნახატი. ერთი ნახატი ყველაზე კარგი გამოვიდა, სადაც ხატია ხე და სახლი. ნახატებს იმიტომ ვაგროვებ, რომ გამოვფენო და ჩემს შვილებს ვანახო მომავალში. გაყიდვა იმიტომ არ მინდა, რომ ბევრი ვიშრომე და მენანება. ისე რომ ვყიდე ეღირებოდა 10 ლარი. ყველაზე ხშირად ჩემ ნახატებს ჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს, რომ საჩუქრებს ვჩუქნია. ამიტომ მეყვარს დაბადების დღე და ახალი წელი. თავს ბაბუას, რა თქმა უნდა, სულ მოაქვს საჩუქრები. მაგალითად, ჩარშა მაჩუქა საპრანჭაოს საღებავები და წელს მინდა მაჩუქოს ტილო, სახატავი ტილო. ჩემი აზრით, თოვლის ბაბუ არის 60 წლის და ჰქვია ნამდვილი სახელი ჯემალი. ჩემი სკოლა იმიტომ მეყვარს, რომ ყველაზე მხიარული და კარგი მასწავლებელი არის ნინო ლორთქიფანიძე. ძალიან გამიმართლა, რომ ნინო მასწავლებელი შემხვდა ჩემ ცხოვრებაში. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის დათა შარაშიძე. ყველაზე ჭკვიანი არის დემეტრე კახიძე. ყველაზე მშვიდია დემეტრე გოგიბერიძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი პრანჭია და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანი არის ხელოვნება და ხატვაზე დავდივარ. რომ გავიზრდები მინდა გამოვიდე მხატვარი, მომღერალი და მოცეკვავი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ექიმი. მე ასევე მეყვარს ცეკვა და 4 წელია დავდივარ ცეკვაზე ვცეკვავ და ვსწავლობ ანსამბლ მარეთში გია ბოლქვაძესთან. ჩემი საყვარელი ცეკვა არის განდაკანა. საყვარელი ერთი აი ეს. უკვე 3-ჯერ მქონდა კონცერტი და მომეწონა ყველაზე მეტად მეორე კონცერტი. იმიტომ რომ ვიყავი თურქეთში, კარგად გავერთეთ და კარგადაც ვიცეკვეთ. ახლა მინდა ვიყო 5 წლის, იმიტომ რომ ბაღი მომენატრა. ადრე დავდიოდი ტანვარჯიშში 2 წელი. გავხდი ჩემპიონი და გამოვედი ახლა, რადგანაც ცოტა მომეწყინა. სახლში ვცხოვრობთ მე, ჩემი ძმა, დედა, ჩემი მამა, ჩემი ბაბუა, ბიძია და ბებია. კიდევ მინდა მყავდეს 1 და 2 ძმა. ჩემი ძმა არის 7 წლის და ჰქვია ლუკა. ცოტა ცელქი არის, კიდევაც მაბრაზებს, მაგრამ არის ნიჭიერი, მათემატიკოსი არის და მათემატიკაზე ცდადის. ჩემი აზრით, ლუკა რომ გაიზრდება, გამოვა მათემატიკოსი. მამიკო არის მშრომელი, კეთილი და ერთგული. დედა ჩემი არის მშრომელი, კეთილი და გულთბილი. ყოველთვის კოცნი და ვეფერები. მეყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის სიგავარაკე. სულხან საბას, ეზოპე და კიდევაც ჰარი პოტერსაც ვკითხულობ. სახლში მაქვს პატარა ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკის დირექტორი ვარ მე. ჩემი საყვარელი ფილმი არის დიდ ფეხა. სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ფილმში თავად როლს. ჯადოს ჯოხი რომ მქონდეს, ყველა ადამიანი იქნებოდა ბედნიერი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი თურქეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ლიზი რომ არ მექვას რა მერქვეოდა. მე ლიზი დამარქვა ჩემმა ბიძაშვილმა და ძალიან მოწონს ჩემი სახელი. მაგრამ ლიზი რომ არ მექვას ალბათ მერქვეოდა ბარბარა. შემდეგ მონაწილეს ასეთ შეკითხვას ვუტოვებ. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? მაგალითად, ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანი არის ფეხბურთელი, რომელსაც ჰქვია ხვიჩა კვარაცხელი. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში. მუსიკალურში ვარ მეორე კლასში და ვუკრავ პიანინოს. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა ჩქარა დაკურა. ყველაზე ადვილი იყო ნოტების სწავლა. კონცერტი არ მინდა მქონდეს, იმიტომ რომ ცოტათი მეშინია. პიანინოს გარდა კიდევ მინდა ვუკრავდე ფანდურზე. ბაბუამ უკვე მიყიდა ფანდური და ბებია მასწავლის დაკვრას. ბედნიერება არის ხატვა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.